Salami ყველას. დღეს ბევრი საინტერესო ვიდეო ალბათ იქნება, იმიტომ რომ ამ ვიდეოში ვიყვებით როგორ დავამინოსეთ ჩემი მთლიანი დეპოზიტი. უკვე მე რამდენად და უკვე დავიღალე კიდეც რა ვიცი. მე რამდენად გულის უკვე ასეთი რაღაც. ასე რომ ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ბევრისთვის ვიდეოზე არც მომიყოლია ხოლმე მსგავსი რამ კი მცირეოდენად, მაგრამ ახლა როგორც მოგიყვებით, მასე არ მომიყოლია ხოლმე არასოდეს. მოკლედ, აი დაახლოებით 9 საათია გასული, რაც ძალიან დავამინოსეთ ჩემი დეპოზიტი. ეხლა რიცხვი არის 18.04.2026 წელი, 18 აპრილი. და ალბათ ბოლო ვიდეოებიდან გამომდინარე, იცით რომ ბინარ ოპციებზეც ვიყავი, პლუს ფიუჩერსზეც ვიყავი, პლუს რაღაცები, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ჩემს ისტორიაში როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ბინარ ოპციებზე დავამინოსე ეს დეპოზიტი და ჩემი ბრალიც იყო ალბათ, იმიტომ რომ არ დავიცავი სწორად რისკები, არ გავსაზღვრე სწორად ყველაფერი და დავამინოსე მთლიანად რაც ხონდა დეპოზიტზე. და ანგარიშში და საერთოდ რაც ხონდა კაპიტალი ძალიან დავამინოსე ეს დაახლოებით ახლანდელი პერიოდით იყო დაახლოებით $2500. იყო $3000-მდეც, მაგრამ იქ მცირეოდენი მინუსები და რაღაცები მქონდა, პლუს ხარჯები ყოველდღიური და დაახლოებით ახლა $2500 მქონდა ანგარიში, პლუს ბონუსები ავიღე ხოლმე, დაახლოებით $1900 ალბათ იქნებოდა ბონუსი, $800-900. საერთოდ ჯამში $3000-ზე მეტი ბინარ ოპციებში დავტოვე დღეს. მაგრამ აქედან იყო ჩემი $2500. ჩემი მთლად არ ერქვა ამას, იმიტომ რომ ეს იყო სესხში აღებული და ალბათ ეხლა ძალიან ცუდი მომენტი არის ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს სესხი უნდა ვიხადო და ახლობით $1100 გამოვა თვეში, 910 მაქვს ეს რაც დადასტურებულად უნდა ვიხადო და პლუს საგრედიტო ბარათი მქონდა $1000 გამოყენებული, 55 დღეში თუ არ ჩაფარა, მოგეხსენებათ, იცით რომ მე ალბათ სესხად წავა, არ ვიცი ეს როგორ მოხდება, რა მოხდება, ალბათ სესხად წავივა მე და იქაც $200 მაინც დაემატება ალბათ და $1100 პარკლებში მივა. $1100 როცა შემოსავალი ხელფასი კი მაქვს ახლა, მაგრამ $1300-დან $1100 სესხში უნდა იხადო. თან მით უმეტეს ეს სესხი რომ გამომეყენებინა რაღაცა ისეთში რომ ჩანდეს. კიდევ ხოლმე რა. მაგ არაფერი არ ჩანს, ვიდეოები, რომლებიც YouTube-ზე დევს. ეხლა ვიცი კარგად არ გამოვიყურები ვიდეოში. ჩემი ვთქვათ. ჩემი გამომეტყველება ალბათ ბევრს ამობს, მაგრამ ეხლა არც ესე დიდად ვღელავ ამაზე როგორ გამოვიყურები. უბრალოდ არც იმაზე ვღელავ რომ დავკარგე რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ცხოვრებაში ისეთი რამეები ხდება ხოლმე, რომ ჩემი სიტყვაზე $2500 და ჩემი ყოველთვიური გადასახდელი $1100 ალბათ ბევრისთვის იქნება კამპეტი ხო ასეა. ცხოვრებაში ეგეთი რაღაცები ხდება ხოლმე, მაგრამ უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ მე რამდენად სინჯე, მე რამდენად გავაკეთე ასეთი რაღაცა და სინჯე რომ წინ წავშოლიყავი წარმოდებისკენ, მაგრამ მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ყოველთვის რაღაც ხელი შემიშალა რაღაცა, მაგრამ რაღაცა ვიცი თუ დავნებდები, უკეთესად ვერ ვიქნები, მაგრამ აი არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი არხი ტრადინვესტი YouTube-ზე ისეთი არხი არის, რომ რაღაცა უნდა ვაჩვენო, რაღაცა უნდა ვივაჭრო, რაღაცა უნდა გავაკეთო, რომ ვაჩვენო ხალხს, თუ არ ვივაჭრე, თუ თან ხარ მქონდა და არაფერი რა, მარტო ადრე იყო ხოლმე გრაფიკების ანალიზს ვეკეთებდი, ახლაც კი შემიძლია გრაფიკების ანალიზის გაკეთება, მაგრამ ქართულ არხზე ასეთი შემოსავალი არ იქნება, რომ აი ეს თანხები ალბათ დავფარო, მაგრამ 1-5 წელი მოვუდები მარტო ამ ვალების დაფარვას ალბათ, იმიტომ რომ ქართული არხები არაფერი არ არის ესეთი. საერთო ვალი ალბათ ეხლა მექნება 15,000 სესხი პლუს კიდევ 3,000 საკრედიტო ბარათი 18 და პლუს განმოდებით ქონდა კიდე გამოტანილი დრონი და ნოუთბუქი ვიყიდე კიდევ და $4,000 მანდ იყო. ესე იგი 18 და 4 $22,000 ეს თავი. და სესხი რამდენი იქნება პროცენტებით ალბათ 30-ზე მეტი იქნება. მოკლედ გაფიქრებაც არ მინდა, იმიტომ რომ
რა ვიცი რა. ეგრე არ უნდა მოხსარიყო ჩემი აზრით, მაგრამ რას ვიცამთ, ეგრე ხდება ხოლმე ჩემი ბრალია უკვე. მოხდება ყველაფერი, რისკები ვერ გავსაზღვრო ნორმალურად, არ უნდა შევსულიყავი ისე როგორც შევედი, უნდა შევსულიყავი სხვანაირად და რავი. რას ვიცამთ, არ ვიცი რა გავაკეთო. ჯერჯერობით ალბათ არაფერს არ გავაკეთებ ისეც. რას ვიცამთ, ვერაფერს ვერ ვიცამთ, ხდება ხოლმე ასე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ალბათ დიდი ალბათობით სამწუხაროდ, იმიტომ რომ საბედნიერო აქ რა არის, არაფერი არ არის საბედნიერო. ასეთ სიტუაციაში. რას ვიცამთ, ხდება ხოლმე ყველაფერი და მოდი გავაკეთოთ. არაფერი არ გავაკეთოთ. მოკლედ, დაგემშვიდობებით თქვენ იცით უკვე ეს ჩემი ისტორია. ყველაფერი კარგად იწყებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში დამინუსდა ყველაფერი და ძალიან გლახა არის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ვერაფერს ვერ ვიზამთ სამწუხაროდ, რაც არის. მოკლედ, დაგემშვიდობებით, თქვენი ყვავებოდით, ახსენეთ რადინვეს მე გვიაშოთ და ნახვამდის, რა ვიცი. კარგად და ალბათ იმედია მომავალში კიდევ შევხვდებით. ვიცი თუ დავნებდები, უკეთესად ვერ ვიქნები, მაგრამ რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი, ჯერჯერობით რა უნდა გავაკეთო. ნახოთ, რა ვიცი.